გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. დილამშვიდობის გიორგი. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ოჯახის როლსა და მშობლების პატივისცემაზე. გვიახლოვდება 17 მაისი. დღე, რომელიც სპეციალურად დაწესდა ამ დღეს, თუმცა ამ დღეს განსაკუთრებული დღის დაწესება არ ჭირდება, მაგრამ ეს დღე გვაერთიანებს ყველას. თუმცა მანამდე დღეს ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის ხსენება ათანასე დიდის და რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და შევახსენოთ ჩვენ თავებს ამ წმინდანის რის გამო ჩვენ მას განვადიდებ და პატივს მივაკეთებთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ათანასე დიდი ეკლესიას ისტორიაში და ფურცლებზე ცოტა არიან ადამიანები, წმინდანები, რომელთაც დიდი ქვიათ და მისი სიდიდე ნამდვილად, როდესაც ეცნობი მის ცხოვრებას, განსაზღვრავს ნამდვილად და ხვდები, რომ რამდენად დიდი არის ამ ადამიანის ღვაწლი. მესამე საუკუნის ბოლოს მოკლედ დაიბადა ეს ადამიანი 27 წლის ასაკში უკვე ის არის ბევრს უარობდა, მაგრამ მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს უკვე და გახდა ალექსანდრიის პატრიარქი, იმიტომ რომ ალექსანდრიელის მოწაფე იყო, დიაკონი იყო მისი წინა პატრიარქისა და ამიტომ ძალიან გამორჩეული იყო. მას ახლდა პირველ მსოფლიო კრებაზე, სადაც არიანელობის ერესი დაიგმო. და მოკლედ 47 წელი დაყო ამ ისე იგი კათედრაზე და მისი ცხოვრება არის მოკლედ აი როგორ გითხრათ ძალიან რთული, ანუ პერმანენტულად განდევნილ მასის გაიქცეოდა, მერე შემდეგ ისე უბრუნდებოდა მოკლედ იმპერიაში მიმდინარე გარკვეული პოლიტიკური ცვლილებების ფონზე და ყველაზე მთავარი ჩემთვის ღირებული რაც არის ის ერთ-ერთი წასვლის დროს ჩავიდა ეგვიპტის უდაბნოში, სადაც ანტონი დიდ შეხვდა და დღეს თუ ჩვენ ამ უდიდესი წმინდანის შესახებ, მისი ცხოვრებისა, ღვაწლისა და მისი სწავლებების შესახებ ვიცით, ეკლესიის ტრადიციაში, სამწერლობო ტრადიციაში ზუსტად ათანასე დიდის დამსახურებაა და მე დღევანდელი ამ დიდი უდიდესი წმინდანის ლოცვით მოკლედ ხნეობას და ჯანმრთელობას უსურვებდი კათალიკოს პატრიარქს ჩვენს წმინდა სინოდს და ღმერთმა აი ამ რთულ პერიოდში გააძლიეროს ეს ადამიანები მისი ლოცვისა და მევხებით. ამინ. სწორედ მისი უწმინდესობის დაწესებულ დღეზე უნდა ვისაუბროთ, 17 მაისს დაწესდა გახდა ამის საჭიროებას, მე ვთქვი, რომ ალბათ ამას განსაკუთრებული აღნიშვნა არ უნდა ჭირდებოდეს საერთოდ ოჯახის ეწმინდეს თუ მშობლების პატივისცემას, მაგრამ ყველანი მაინც ვართ ნაკლოვნებებით სავსე და გახდა ალბათ საჭირო, რომ ის უწმინდესობის ცალკე დღე დაინიშნოს 17 მაისი. ჩვენ ამაზე რა თქმა უნდა გვექნება საუბარი და რომელმა იცი და საზოგადოებამ წელსა ტრადიციულად გაიმართება პარაკლი, საზეიმო მსვლელობა. ჩვენ გვექნება აქვე ვეთქვით საზოგადოებას, რომ სპეციალური გამოშვება, სტუდიიდან გვექნება სპეციალური გამოშვება და რა თქმა უნდა ჩართვები უშუალოდ ქაშვეთიდან, უშუალობიდან, თუმცა ამაზეც ხადიათ ბევრს ვისაუბრებთ ჩვენ. ვისაუბროთ ოჯახის სიწმინდის დღეზე, ვისაუბროთ მშობლების პატივისცემაზე, ბევრისთვის დღემდეა ხო არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ცინიკურათაც, თუმცა ეს მათინება, ამათი უფლებაა, მაგრამ თქვენი შეფასებითაც მამა გიორგი, როგორც სასულიერო პირი, როგორც ჩვეულებრივი რიგითი წევრი ჩვენი საზოგადოების, როგორც ოჯახის თავი, მეუღლე, რას გულისხმობს ოჯახის პატივისცემა, რას გულისხმობს მშობლების პატივისცემა, რომელიც ჯერ კიდევ აცნებაშია ჩადებული? მოდი დავიწყოთ ზოგადად უბრალოდ რომ მივიდეთ ოჯახამდე უფალი რატო აწესებს ჩვენ ოჯახურ ცხოვრებას და რატოა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ჩვენ ამ ფორმით ვიურთიერთობოთ ერთმანეთთან, ანუ მშობლებმა, შვილებთან, ასე რომ ვთქვა, დაძმური, ნათესაური კავშირები რატოა საჭირო? მოკლედ უნდა ერთ პრობლემა დავსახოთ, ზოგადად რა პრობლემაა და პრობლემის იქით მერე უკვე ოჯახი რო აგვარებს ზუსტად ადამიანში ამ პრობლემას. ანუ ჩვენ თუ ეს პრობლემა არ დავსახეთ დღევანდელი ვინც თქვენ თქვით რომ სკეპტიკურად უყურებს ამ ყველაფერს, ის ადამიანები ვერ გრძნობენ ზოგადად პრობლემას და როდესაც პრობლემას დაინახავენ, მე ვფიქრობ რომ მე მიხვდებიან რომ ჩვენი დანახული, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის, ანუ ქრისტიანული სწავლებით, ბიბლიური სწავლებით, ოჯახის მნიშვნელობა რატო არის, რომ რას აგვარებს ადამიანში ზოგადად. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რაღაც, რომ პირველივე, ანუ 60-შივე ადამიანი ცხოვრობს როგორ? ნახეთ, აი ესეთი რაღაცა რო ვთქვათ, რომ ისე იგი ადამიანი ცხოვრობს სიამოვნებებით, ანუ სიამოვნებებით ცხოვრობს, ყოველდღიური სიამოვნებები, რომელიც უნდა იყოს მზარდი. ნახეთ, აი ცulis ერთმანეთს უნდა ცuliდეს ადამიანების სიამოვნება, ხო? ეხლა ნახეთ, ეს სიამოვნებები, ხო, ანუ სხვადასხვანაირად ადამიც რო ეცემა, ევა რო ეცემა რა არის? დაინახა, ლამაზი იყო, მოუნდა მივიდა. ანუ
ყველაზე რთული გამოცდა ადამიანს რო იცოდეთ, ანუ ბოროტებით გამოცდა კი არ არის. ბოროტებით გამოცდა გაცილებით ადვილია, იმიტომ რომ როდესაც ხედავ რომ ეს არის ცუდი, ამაზე რეაგირება შესაბამისი აქვს ადამიანს, მაგრამ ყველაზე რთული გამოცდა არის სილამაზით შეფუთული. ყველაზე ძნელი გამოცდა არის ადამიანისთვის და ეს გამოცდა იყო პირველ მოკლედ ჩვენი მშობლებისა, რომლებიც დაეცნენ და მას მერე საბოლოო ჯამში, როდესაც ადამიანი დაეცა, აი ამ სიამოვნებების ცვალებადობით ცხოვრობს. სულ რაღაცა მოკლედ სიამოვნების ცვალებადობაში მიდის ადამიანი და გამომდინარე აქედან შექმნა ღირებულებები და ესე რომ ვთქვათ ფასეულობები, ტერმინები და ლექსიკონები ზუსტად ამ სიამოვნებების ასახსნელად და განსახორციელებლად. უნდა ადამიანს ეს, ამიტომ შექმნა და მოდი დღესაც ვთქვათ, რომ რისკენ არის დღეს ბიძგი, რას თქვით, ხო? ზოგადად ადამიანი კანონმდებლობის დონეზეც კი მივიღეთ. ადრე ვთქვათ სიამოვნების მიღებაზე კანონები არ ჭირდებოდა. დღეს საბოლოო ჯამში კანონიც კი მივიღეთ, რომ ადამიანის სიამოვნება, იყოს, როგორ გითხრათ, იცი, თავშეუკავებელი, რაც უნდა ადამიანმა აკეთოს, ნებისმიერი სიამოვნება მიიღოს. მათ შორის ესენი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე, ხო? ეს ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ და მერე გადაეცემა სოციალური მედიით, ტელევიზიით, ყველა. მოდი ვთქვათ დღეს საბოლოო ჯამში ვინ არის დღეს წარმატებული ადამიანი? ვის გვეუბნებიან რომ არის წარმატებული ადამიანი, ვისაც შეუძლია მაქსიმალური არაფერზე უარი არ უთხრა საკუთარ თავს. ყველაფერი აკეთოს, რაც მას მოკლედ სურს და რაც მას ისე იგი უნდა. საბოლოო ჯამში ეს სიამოვნებათა ცვალებადობა, რომლისკენაც ადამიანი არის მიდრეკილი, ამის გასასამართლებლად მოიგონა ყველაფერი, თავისი ეს კანონები იქნება, ყველაფერი მოიგონა ადამიანმა, ოღონდაც ეს სიამოვნებები ლეგალური გახადოს, ესე რომ ვთქვათ, მე მინდა ამის კეთება და ამიტომ მე მინდა რომ ამაში ხელი არავინ არ შემიშალოს. მოყოლებული ადამიანის დაცემი და კაენიდან მოყოლებული, კაენის ცივილიზაცია ქვია ამას, ბაბილონის გოდოლის ცივილიზაცია ქვია, ადამიანი ცხოვრობს იმაზე, რომ არაფერზე უარი არ უთხრა საკუთარ თავს. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ გახდა გადასარჩენი, უფალს უნდა რომ გადაარჩინოს ადამიანი, იმიტომ რომ სიამოვნებებზე და იმაზე მიდრეკილი ადამიანი აუცილებლად მოკლედ აკლდება ცათასასუფეველს. ეს მცნება შემოდის უკვე მეხდით, ჩვენ თუ არ შემოვიტანეთ აქ რომ რა ელის ადამიანს შემდეგ და მე გეტყვით ერთ რამეს, საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად ჩანს ეს სად იცით, ბოლო წლებში, მით უმეტეს, როდესაც მედიცინა განვითარდა, შემოვიდა ევთანაზია. რატო შემოვიდა? ადამიანს როდესაც სიამოვნების მიღება აღარ შეუძლია და მურჩა უკვე, აღარა დამთავრდა რა. იწყება ავადებები, იწყება მიჯაჭულობა, იწყება ისე იგი რაღაცა ექიმებში სიარული, უკვე სხეულებრივად დაზო, მეტი აღარ შეუძლია სიამოვნებების მიღება, არ შეუძლია რა ქნას ადამიანს. ჯობს რომ დაასრულა ამ ევთანაზიას დაარქვეს, როგორ იცი, ნებაყოფლობითი სიკვდილი. ყველა ქვეყანაში ეს არ არის. მაგას მე ვიძახი რომ შემოვიდა ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში ის რომ მისი სიამოვნებების მიღება, ის რასაც დაჩვეულია დამთავრდა, ადამიანი წყვეტს მოკლედ სიცოცხლეს. ამიტომ ჩვენ ვიძახით, მართლმადიდებლობა იძახის, რომ გადავიდეთ უკვე იმაზე, რატომ დგება ოჯახური ურთიერთობები, ხო? გარკვეულწილად ადამიანს სჭირდება რაღაცა ჩარჩოები, რომელშიც უნდა ეს სიამოვნებები მოექცეს. უფალი აწესებს ოჯახურ ცხოვრებას და გეუბნება, რომ არის რაღაცა შენში ის, რაც ბუნებრივად შენ გჭირდება და ეს შეგიძლია რომ განახორციელო, მაგრამ არის ის, რაც იმის იქით უკვე, შენ გაზიანებს და საბოლოო მიზნამდე ვერ მიყავხარ. ნათესაური კავშირები, ოჯახური ცხოვრება რა არის? მე ოჯახში როდესაც ცხოვრობ, ეს მე მზღუდავს გარკვეულწილად, როგორ ვთქვათ, იცით? თავშეუკავებელი ამ სიამოვნების მიღებებში და თავაშვებული ადამიანი აღარ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეკლესია იბრძვის საბოლოო ჯამში ბიბლიური ადამიანის გადასარჩენად. ადამიანისა, რომელიც ღვთის თვალში როგორათაც შექმნილი არის, ის რომ მოამზადოს და დააბრუნოს მარადიულ ცხოვრებაში. ამიტომ ოჯახური ცხოვრება შემოდის. ეხლა ნახეთ, რატო? მაგალითად, ადამიანმა გინდა რომ მაქსიმალურად გამოამჟღავნოს სიყვარული. შენ ხო გჭირდება ამისთვის ობიექტი.
ამიტომ მეუღლეობა არის ყველაზე საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ადამიანმა მაქსიმალურად გამოავლინო მოკლედ სიყვარული. მაგალითად, მეორე ადამიანისადმი სიყვარული, აქვს შვილები ყავს, ანუ როდესაც ჩვენ მრავლდებით, ხო? ადამიან ნათესაური ურთიერთობები, მეგობრული ურთიერთობები და ესენი არის იქ, სადაც ადამიანი საბოლოო ჯამში საკუთარი თავის შეზღუდვას, შრომას სწავლობ და სწავლობ, რომ მეორე ადამიანისთვის შეგეძლოს თავგანწირვა და თავდადება. ეხლა ნახეთ, როგორათაც დღე 17 მაისი, რა არის 17 მაისი? აი, რო ავიღოთ შინაარსობრივად დღეს, ძალიან ბევრი მოკლედ რაღაცა, როგორც თქვენ თქვით, რაღაცა განიკითხავენ ამას და უბრალოდ რა არის, ვერ ხვდებიან თავარ შინაარს. ეხლა მოდი არ ვიყვეთ ისინი, რა ქვია, არ ტყუილი არ თქვა და რაღაცა, დიახაც 17 მაისი ზუსტად იმიტომ დაწესდა 17 მაისს, რომ საფრთხე ექმნებოდა თავისთავად, რაზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო? ანუ ადამიანები ეს თავისი იდეოლოგია, აი მოდი ესე ვთქვათ, კომუნისტების პერიოდი დამთავრდა და როგორც სვავილეშს რო მიადგება, აი ესე მოადგენენ საქართველოს სხვადასხვა იდეოლოგიები და აზრები, რომ ეკარნახათ ჩვენთვის რა არის ოჯახი და ოჯახური მოწყობა. ანუ გარედან გვახვევდნენ ყოველთვის და ამ დროს ეკლესია ჯერ კიდევ ცდილობს რომ გამოიღვიძოს და გამოცოცხლდეს და ამ ფონზე სანამ ეკლესია გამოიღვიძებს ყველანი ცდილობენ აი დღეს რომ ვიღებ თაობას რომელსაც აი ეს გარკვეულწილად ეს ოჯახური ურთიერთობები და ეს მსგავსად არის მის და ვისთანაც პრინციპში უფროსებთანაც და იმასთანაც ჩვენ გვაქვს აი ესეთი იქმნება ესე ვთქვა დაპირისპირებულობა და კონფლიქტი ეს არის ზუსტად აი იმ პერიოდში როდესაც ოჯახი უნდა განმარტებულიყო მისი ტერმინები უნდა შემოსულიყო ლექსიკონი როგორ განგვემართა ოჯახი რა არის ოჯახური ურთიერთობები მოდი ესე ვთქვათ იმ ძალებმა გვაჯობეს რაღაცა პერიოდი და იმათმა შეძლეს რომ ეკარნახათ ჩვენი მომავალი თაობისთვის რა არის ოჯახური ურთიერთობები და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ მათი ეს აი მოწოდებული ესე რომ ვთქვათ აი ღირებულებები და ფასეულობები აწყობილი იყო იმაზე რომ სიამოვნება. ანუ ყველაფერი შენ სასიამოვნოდ უნდა იყოს. ოჯახიც იმიტომ გჭირდება, რომ შენ გსიამოვნებდეს. აღარ გჭირდება ოჯახი, ხო? ну მოკლედ დამთავრდა თუ აღარ გსიამოვნებს, მაშინ უკვე აღარ გჭირდება ეს. ამიტომ ნახეთ, აი, როდესაც ეკლესია უკვე როგორც ინსტიტუცია გამოერკვა თავის სწავლებაში უკვე ისე იგი გამტკიცდა, განიმარტა, დაიწყო საზოგადოებაში უკვე თავისი წმინდა წერილისეული, სახარებისეული ოჯახური მოწყობის შემოტანა და აი ამან შექმნა საბოლოო ჯამში კონფლიქტი და ანუ დღეს ვიღებთ როგორ რაღაცას, ხო? აბსოლუტური უმრავლესობა დღეს საქართველოში ემხრობა იმ მოდელს ოჯახური მოწყობისა, რომელიც არის მოკლედ წმინდა წერილისეული და ეკლესიისგან მოკლედ განმარტებული და ამიტომ ჩვენ ვიღებთ ზუსტად აი ამ დაპირისპირებას. დღეს არის ეს დაპირისპირება და მე მინდა ვთქვა ასეთი რაღაც, მე მწამს და მჯერა ასეთი რაღაც ის რომ ჩვენი ეს დღე უფრო შინაარსობრივად, როგორც მეორე მხარე, უფრო ისე იგი დახვეწილად ცდილობს, რომ ისე იგი მიაწოდოს ოჯახური თუ ადამიანთა შორის ის ურთიერთობები, რომელიც არის, ეკლესია უფრო სიღრმისეულად განსაზღვრავს ამ 17 მაისის მნიშვნელობას. არა უბრალოდ ეხა მე არავის ნამდვილად ჭკუას არ ვასწავლი ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ფიქრობ ასეთ რაღაცას, რომ ეს დღე უნდა იქცეს კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად ჩვენ რო შევიკრიბებით მაგალითად სხვადასხვა თაობების შეკრება უნდა იყოს. ერთმანეთისთვის უნდა გაზიარება ხდებოდეს ჩვენ რა პრობლემების წინაშე ვდგებათ. ჩვენ პრობლემები გვაქვს. ახლა მე რო ვინმე მითხავს, მე არ ვარ კარგი მამა. მე არ ვარ კარგი მეუღლე, ანუ მაგრამ მე მინდა დღეს ამას აი ოჯახის სიწმინდეს იცავენ ისინი, ვინცა თქვენ თავში ჩაიხედეთ და რაღაცა, ხო? გიორგი, არის ეს, რომ ამას რა უნდა თავის ოჯახს მიხედოს და არ არსებობს იდეალური ოჯახი, არ არსებობს. არ გვაქვს ამაზე პრეტენზია. არ არსებობს ყველაფერი აბსოლუტური. სულაც ამიტომაც შეიძლება მიდიოდეს ადამიანს და აი ეს პრობლემა აქვს და უნდა რომ დააფიქროს რომ უკეთესიც იყოს. რატომღაც ხდება რომ ყოველთვის აი ეს ხალხი ვინც გვერდიდან უყურებს ეკლესიაში ეძებს აღრთობას ანგელოზებს თუ იქ მიდიხარ ეძებს რაღაც ყველაზე წმინდა ოჯახს შეიძლება იმიტომაც მიდის ვიღაცა რომ უკეთესი რომ მინდა ვიყო, მაგრამ ვაფიქსირებ რომ მინდა ვიყო. გამოსწორების სურვილი რომ აქვს. ანუ ამას გულისხმობ რომ აი ეს 30 წლიანი მდგომარეობით თქო, ვინც მოკლედ დაიჯერა ან მოექცა იმ გავლენის ქვეშ, ოდესაც ოჯახი ესე მოაწყო და ასე შექმნა ოჯახი, უცებ გაისმა ეკლესიის ხმა. შეიძლება ნაგვიანები მის ცხოვრებაში, მაგრამ გაისმა ეკლესიის ხმა, გაისმა რაღაცა ის რომ
ასე ოჯახის მოწყობა ბედნიერებას არ მოგიტანს და აი მე გთავაზობ, ანუ ეკლესია შემოვიდა მძლავრად საზოგადოებაში, სადაც საზოგადოებას ეუბნება, რომ ოჯახის ან მე როგორათაც ეკლესიაში განიმარტება, ანუ ბიბლიური ოჯახის მოწყობა გაცილებით უფრო დიდ ბედნიერებას აძლევს ადამიანს, უბრალოდ მწუხარების, დაპირისპირებულობის, შეიძლება რაღაცა კონფლიქტის ადვილად მოგვარებას თავაზობს ეკლესია, მოკლედ ადამიანებს და ბედნიერად თანაცხოვრებას, ვიდრე აქამდე განიმარტებოდა. აი შემოვიდა ზუსტად ეს და რა თქმა უნდა, ხა მეც იმ თაობისა ვარ, როდესაც მე შევქმნი ოჯახი და ჯერ კიდე არ ვიცოდი ქრისტიანული ოჯახი რა იყო, ნელ-ნელა ვსწავლობ, მეც მაქვს ანუ ის პრობლემები, რომელიც ყველა ადამიანს შეიძლება ქონდეს, როგორც მამას, როგორც მოკლედ მეუღლეს, ხო, როგორც ნათესავს, როგორც მეგობარს და ყველას გონია, რომ ესე იგი 17 მაისი ეს არის წმინდა ოჯახების შეკრების დღე, რაღაცა არა ხალხო, ესე არ არის. ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ დაშვებული შეცდომები, რომელიც ჩვენ ქონდა ურთიერთობებში, როდესაც ჩვენ არასწორ რაღაცა ურთიერთობას ისე იგი ვახორციელებდით ჩვენ ოჯახის წევრებთან, შვილებთან, მეუღლებთან, ნათესავებთან, ანუ ვიკრიბებით იქ, რომ ყველამ ერთად თქვათ ერთი რამე, რომ ჩვენთვის ბიბლიური, ანუ სახარებისეული მოწყობა ოჯახისა არის მიზანი. რომ ჩვენ მივახციოთ იმ მიზანს, რომ ოდესღად ვიქცეთ იმ ოჯახებად, სადაც ადამიანები შეძლებენ ბედნიერად თანაცხოვრებას, მწუხარებებისა და განსაცდელების და აზრთა სხვადასხვაობით სწორად გადატანას და დალაგებას და ამისთვის, აი როგორც თქვი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე კი არ იყოს უკვე ვიღაცასთან დაპირისპირებლობის დღე, არამედ უფრო სიღრმისეულად განიმარტებოდეს ეს დღე და მაგალითად რაღაცა ღონისძიებები უნდა იყოს მოწყობილი, ხო, ღონისძიებები უნდა იყოს მოწყობილი, უნდა იყოს რაღაცა გარკვეული კონფერენციები, მრავალშვილიანი მშობლები უნდა გამოდიოდნენ და თავის მოკლედ გამოცდილებას უზიარებდნენ სხვა ადამიანებს, უნდა იყოს შემოქმედებით. ანუ ეს დღე უნდა იყოს ისეთი, რომ აი როგორ გითხრათ, რაღაცა ის სახალხო ზეიმი წლიდან წლამდე იმატებს ხალხის რაოდენობა და უფრო მასშტაბური ხდება. აღნიშნვა ამ დღესასწაულის და ეს ალბათ იმაზეც მიანიშნებს, რომ ჩვენ უფრო მეტად ვაცნობიერებთ ამ დღის მნიშვნელობას და ჩვენი პატრიარქი ბრძენია და ცხადია, რომ მან ზუსტად იცის რა დროს რა არის მთავარი სათქმელი და ვთქვათ რა დღესასწაული რა დროს დაწესდეს. კი, ნამდვილად მნიშვნელოვანია. მე აი ყველას ჩვენ ახლა უკვე ძალიან კარგია, რომ ეპარქიებშიც გადანაწილდა. ანუ ახლა იმდენ რომ ყველა ხალხი ვერ ახერხებს იმას და მეორე წელია უკვე შარშანაც იმდენი უამრავი ხალხი იყო თქვა ჩვენთან ეპარქიაში მაგალითად ხო რაღაცა ეს მსვლელობა არის მსვლელობა იყო რაღაც პარაკლისი გადავიხადეთ ჩვენც ერთი მშენებარე საკათედრო ტაძრში და მეორე ტაძარში გადავიდა ქალაქებში განხორციელდა უკვე ანუ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ისეთ სიღრმეებს შეიძენს რომ 17 მაისი საქართველოში იქნება ზუსტად აი ამ ოჯახური სიმტკიცის დღე და არ იქნება არავის ესე რომ ვთქვათ რომ ანუ აღარც კი გაგვახსენდება რომ ვიღაცის საწინააღმდეგოთ არის იმიტომ რომ ეს იქნება იმდენად მასშტაბური და იმდენად რაღაცა ესეთი დღე და სიღრმისეული დღე სადაც ჩვენ მოკლედ ყველა ერთმანეთს გაუზიარებთ რა არის მოკლედ შეკითხვა არის ხოლმე დასმული რომ აი მხოლოდ არატრადიციული ურთიერთობები ხომ არ უქმნის ოჯახურ სიწმინდეს საფრთხეს და ვთქვათ იგივე აგრესია, უპატივცემლობა, უსიყვარულობა, ძალადობა ესეც ხომ საფრთხე არის ოჯახის სიმტკიცისთვის და ამაზე არ აკეთებთ აქცენტს, თუმცა თუ ყურადღებით მოусმენენ რა თქმა უნდა ქადაგებებს ჩვენი პატრიარქს და ასევე ეკლესიას მოусმენენ, რა თქმა უნდა ესეც არის პრობლემა და ამაზეც საუბრობენ სასულიერო პირები თუ პატრიარქი, ჩვენი პატრიარქი ძალიან ხშირად თავის ქადაგებებში, სწორედ მე მახსოვს ერთ-ერთი ქადაგება, სადაც ამბობს, რომ აი ხმამაღლაც კი არ უნდა ისაუბროთ ოჯახშიო. თუ თავის მშობლების მაგალითი მოყვა. თავის მშობლების მაგალითი. არ გამიგია ჩემს ოჯახში ხმამაღლაც. აი ამას გულისხმობ ზუსტად რომ ჩვენ ნახეთ როგორ არის აი ყოველთვის ძებნა ხდება რაღაცა ესე რომ ვთქვათ აი მიზეზობრიობის აი მიზეზი რომ აი ესე რატო და ესე რატო ანუ ჩვენ კიდევ გულისხმობ ამას რომ ის რაც დღეს თუნდაც ეს არატრადიციულ იმას გულისხმობ ელისაბედ ხო ეს ჩვენთვის როგორც ქვეყნისთვის ახალია ჩვენ არ გვილაპარაკია ამაზე ანუ ესე ანუ ამაზე არ საუბრობდით ჩვენ წლების უკანა შუა საუკუნეებში ამაზე საუბარი ესე ხმამაღლა და ამბიონიდან და იქიდან პირობითად არ იყო ხა მაშინ ესეთი კომუნიკაციების საშუალებაც არ იყო მაგრამ იმიტომ რომ ემას ცალსახად თავის სახელი ერქვა
ამაზე არც იყო საუბარი, მაგრამ ნახე წეღარა ვთქვი, როდესაც რაღაცა ისე იგი თავში ადამიანის თავში არსებული ეს სიამოვნებებისკენ მიდრეკილებამ შეიძინა ისეთი რაღაც, რომ უკვე ფორმები შეიძინა და ფორმები გამოიხატა უკვე ისეთი ფორმებით, რომელიც ჩვენ რომ შევხედეთ, უკვე ამაზე ახალი რეაგირება იყო საჭირო, ეს იყო ზუსტად რომ გამოვთქვით, რომ ესეცა ყველას თვალში, რომ აი ჩვენ თითქოს ამის საწინააღმდეგოდ გამოითქვა რაღაცა პირდაპირ გაგები და დიახ, იმიტომ რომ ახალი იყო ეს ყველაფერი. ანუ ახლიდან შემოვიდა, ახალი ღირებულებები და ფასეულობების დამკვიდრება ხდებოდა, ახალი, ესე ვთქვათ, პროპაგანდა ხდებოდა ადამიანებისადმი ამისი და რა თქმა უნდა, საპასუხო იქნებოდა ამაზე, რომ ეს ესე კი არა, ესე არის საბოლოო ჯამში და ამიტომ გულისხმობ ამას ზუსტად, რომ ყველაფერს, ანუ სახარებისეულად თუ კი შევხედავ და სახარებისეული ოჯახური მოწყობას მივიღებ ჩვენ ხო, ეს რაზეც ახლა ვსაუბრობთ ხო, ეს არა ეს თავისთავად გამორიცხულია. მე კიდევ ვიძახი, აი ამბიონიდანაც კი არ მინდა ხოლმე, აი საუბარშიც კი არ მინდა ხოლმე ამის ხსენება, აი ამ რაღაცა ხსენება, იმიტომ რომ თითქოს აი ჩვენც უკვე ამაზე აგვალაპარაკეს, მაგრამ ნუ რა უნდა ქნა ხო, რაღაცნაირად როდესაც გარკვეულწილად რაღაცა საფრთხე არის, ამაზე საუბარი გიწევს ადამიანს, მაგრამ აი ამაზე საუბარიც კი არ არის, მართლმადიდებლობა არც კი ლაპარაკობს, ამას კი იმდენად მისთვის მიუღებელია, იმდენად მისთვის საერთოდ, ანუ აი ტერმინოლოგიურადაც კი არ არის ამის განსაზღვრება, აი რავი, როგორ გითხრათ, ანუ არც კი გვინდა ამას საუბარი, მაგრამ გინდა არ გინდა გაიძულებენ, რომ რაღაცა გარკვეული რეაგირება ქონდეს ამაზე და განიმარტოს და რა თქმა უნდა, ისე იგი ოჯახში მისი უწმინდესობა როგორც იძახის, ანუ ოჯახში მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს აი ერთმანეთისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორათაც წმინდა წერილის-ეულია და სახარებისეული დამოკიდებულება, ხო? თავგანწირვითი. ანუ მოდი მოკლედ ვიტყვი, ხო? შეიქმნა დისკომფორტი, რომ სხვა შეუქმნა კომფორტი. აი ოჯახი დღევანდელი ტექნიკური ტერმინებს გამოვიყენებ. თუ ადამიანი ამას არ ცდილობს, თუ კი შენ არ შეგიძლია, არ გეცინება, მაგრამ მისთვის გაიღიმო. დაღლილი ხარ, მაგრამ შეეცადო რომ მას, ანუ ის დაღლილობა გადადო გვერდზე და მას მოემსახურო, ხო? ანუ თუ თავგანწირული ურთიერთობა არ არის და თუ კი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პირად სიამოვნებაზეა აგებული, ხო? ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა ბიბლიური, ანუ სახარებისეული სწავლებისა და ხა, რა თქმა უნდა, იმაზე აღარც არის ლაპარაკი. ჩვენ ვიძახით, რომ თავი უნდა გადადო, რომ შენ რო ცუდ ხასიათზე ხარ, სხვა სიხარული მიანიჭო და იმაზე ხო აღარაა საუბარი საერთოდ, რომ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენო მეორე ადამიანს და ნუ მოკლედ რაღაც ეს დაუშვებელია, მაგრამ მოდი თქვათ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ჩვენ არ ვართ ასეთები, როგორათაც ჩვენ გვინდა რომ ვიყვეთ ასეთები და ვცდილობ და ეს დღე ზუსტად არის ამისთვის, რომ ჩვენ ვაფიქსირებთ ღვთის წინაშე, ერის წინაშე და ზოგადად მთლიანად საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენ გვინდა ასეთი ოჯახების ქონა, ჩვენი ოცნება, ჩვენი ნატურა, ჩვენ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ მივხვდით, რაც არის ნამდვილი და ამ სინამდვილისკენ მივდივართ. ამ სინამდვილისკენ სიარულში კიდე წავიქცევით, აქედან რომ გავალ, მე ვერ ვიქნები ისეთი მამა, როგორიც მინდა რომ ვიყო, ვერ ვიქნები ისეთი მეუღლე, როგორათაც მე წმინდა წერილი და სახარება და ღვთისმცნება ისე იგი მავალდებულებს და მავალებს, მაგრამ მე შევეცდები ყველანაირად, რომ ასეთი ვიყო და ასეთი გავხდე და ჩემი ცხოვრების ბოლომდე მოკლედ ვემსახურო ასეთი ოჯახური ცხოვრების მოწყობას და აი ეს არის დღევანდელი ანუ შაბათი როდესაც გათენდება 17 მაისის იდეა. ხო, მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ანუ საბოლოო ჯამში კი იდეა შეიქმნა ისე რომ ჩვენ საფრთხე ვიგრძენით და ამიტომ, მაგრამ ჩვენ ეს ამ საფრთხემ გვიბიძგა იმისკენ რომ უფრო სიღრმისეულად დავფიქრებულიყავი და აღარც კი ვაქცევთ ყურადღებას ვინმეს, რომ ვინ, რატო, როგორ, ისე იგი რა დღე არის ეს დღე საქართველოში. მოკლედ ამ დღემ 17 მაისმა სულ სხვა განმარტება, სულ სხვა მნიშვნელობა და სულ სხვა სიღრმეები შეიძინა და წლების განმავლობაში უფრო ღრმა იქნება ეს დღე, ვიდრე მოკლედ აქამდე იყო. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ შაბათს უფრო სწორად ჩვენ გვიქნება სპეციალური ეთერი ჩვენი სტუდიიდან და გვიქნება ჩარტვები ცხადია ეპიცენტრიდან, ტრადიციულად ქაშვერთან იკრიფება საზოგადოება, მღვდელმთავრების, სასულიერო პირები, იქნება პარაკლისი გადახდი და შემდგომ ესეთი მსვლელობა, საზეიმო მსვლელობა და მართლა ძალიან სასიხარულოა, როგორც აღინიშნა ელისაბედ, რომ იმატებს ყოველწლიურად საზოგადოების ნაწილი, შვილები, ოჯახები, მშობლები და წელსაც
ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს გასვლას და მოკლედ წინასწარ ყველაზე უოცავთ ამ დღეს, თუმცა მანამდე ჩვენ კიდე ბუნებრივია ამაზე ვისაუბრებთ. დიდი მადლობა მამა გიორგი, გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. ვსწორებთ და გვისაუბრებთ.